შენ გითქვამს ორგანიზაციაში ვინმესთვის, რომ თუ შენს და ისლამიც მოიგებთ ქამრებს, შენ ქვესაშუალო წონაში გინდა ასვლა. ვიცი რომ ამაზე გისაუბრია, მაგრამ უშუალოდ ხელმძღვანელობასთან თუ გიხსენებია შენი ეს სურვილი. Did you have that conversation yet? I know you've said it, but I wonder how they received it if you ever said it to them. Yeah, we had that conversation. კი, ეს საუბარი შედგა, მაგრამ ხომ იცი როგორები არიან, მათ არ სურთ საჯაროდ გამოვიტანო ის დიალოგი, რაც პირადად გქონდა. კი, მესმის. მაგრამ რო რამე მოხდება ხო ეს ამბავი? ესეთი რამ ჯერ არავის უქნია. კი, თავისთავად. მარტივად შესაძლებელია რომ მოხდეს. და როგორ ფიქრობ, შენს სხეულს ხომ არ მიადგება რაიმე ზიანი? არა, საერთოდ არა. ჩემი გონება სულ ასეა მოწყობილი. აი მაგალითად, როცა ჩემს ცოლთან ერთად ქუჩაში ვსეირნობ, ვინმემ რამე რომ უთხრას, მე ხომ არ დავუწყებ მას დაზუსტებას, რამდენს იწონის ან სიმაღლეში რამდენია. მე უბრალოდ მას თავს წავაცლი. და მე ასე ვაზროვნებ, ეს ჩხუბის ბიზნესია. არ მაინტერესებს ვინამდე იწონის. თუ ჩხუბობ, მოდი ვიჩხუბოთ. თუ შენი ზედმეტი 4 ან 5 კილო გაქვს, კი ბატონო, გილოცავ, მაგრამ ეს ვერ გიშველის. Congratulations, but that's not going to help you. Before it's all said and done, do you think ანუ ვიდრე კარიერას დაასრულებ 170-ში გიხილავთ? before your UFC career is finished, do you think you fight at 170? Yeah, for sure. კი, აუცილებლად. სავსებით რეალურია რომ ეს მოხდეს.